მოგესალმებით მეგობრებო, დაგებულდით ახალი ვიდეოთი. მოკლედ შევეცდები რომ შეიძლება მალე გადავიღო ეს ვიდეო, იმიტომ რომ ექსკურსია ოპერაცია გავიკეთე, ეხლა გავდივარ რეაბილიტაციას და ეკრანთან ჯდომა ცოტა მიჭირს რა. დღეს გთავაზობ ძალიან საინტერესო ვიდეოს და სანამ დავიწყოთ ვიდეოს გადაღებას და ვიდეოს თავარ შინაარსზე საუბარს, დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი და გავაქტიუროთ არისგან კითხვა თუ უნდა მოგწონთ არხის კონტენტი და კლავიატურა რას გავს, კაი მაგას არ მოგწევთ ყურადღება. მოკლედ, საიდან გამიჩნდა ვიდეოს გადაღების იდეა? გუშინ აი ეს მომაფიქრდა რომ მეყიდა MacBook-ი არის და თან პასტაკლება არის Amazon-ზე. ხო და ვიფიქრე რომ აი ეს ლეპტოპი რაც ახლა მაქვს, მეთქი ამას გავყიდი და აი ამ გაკიდვაზე რომ მეთქა საუბარი, მეთქი საინტერესო პროდუქტი მიდევს სახში, რომელზეც ვიდეო არ გადამიღია თქო და მოდი ბარემ გადავიღებ თქო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დაგაინტერესებდათ. იმიტომ რომ ზოგადად საქართველოში ჩინეთიდან ტექნიკას ძალიან ბევრი ადამიანი არ იწერს. მეც მეეჭვება ახლა რომ თქვენ გარშემო ბევრი ადამიანი არსებობს ესეთი, რომელსაც ჩინეთიდან აქვს გამოწერილი ტექნიკა. მოკლედ, ეს ლეპტოპი შევიძინე ჩინეთში. ტელეფონით გაჩვენებთ, გადაგებული ჩვენით უფრო მოხსით, screen mirroring-ს ვაკეთებ ხალხოთან. და ხო, მოკლედ ეგეთი ამბავი. არ ვიცი, იმედია კარგად გამოჩნდება. ხო, მოკლედ ეს ლეპტოპი შევიძინე ჩინეთში და ეს არის gaming ლეპტოპი, სათამაშო ლეპტოპი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, მაგრამ ძალიან მძიმე, მართლა ძალიან მძიმეა. ესე გამოიყურება ქვედა მხარე, კულერებიც აქვს, ისა ესა. ნუ სტანდარტული gaming ლეპტოპს როგორც ახასიათებს რა, ძლიერი კულერები, სიმძიმე. უბრალოდ ხა კარგად არ ჩანს ეს კულერები უკანა მხარეს, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ძალიან ისეთი კულერები აქვს. მუშა და თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. ხო, მოკლედ, ეს ლეპტოპი რა ტიპი არის საერთოდაც? ეს არის ესე იგი Thunderbolt 911MT და პროცესორი აყენია i7-ის მე-11 თაობა 11800H-ი, მუშაობს სტანდარტულად 2.3 სიხშირეზე და ბუსტით ადის 4.6-ზე. RAM-ი არის 32. შეგახედებთ ახლა აი ესეთი ლეპტოპია. 32 RAM-ი, ვიდეო კარტა RTX 3050 ჩემო ძვირფასებო. 3050 და რა ვიცი, უძლიერესი ლეპტოპი არის. ახლა მე ჩავრთავ და შეგახედებთ. ჩაირთოს აქ ეს ღილაკს ვაწვევით. კლავიატურას ფერებიც ეცვლება. ძალიან კაი ტიპი არის ოღონდ მართლა. ძალიან ძლიერი არის. მონაცემები რა ვიცი, ხო, M2 SSD აყენია 512 გიგაბაიტი. M2 SSD 512 გიგაბაიტი და SSD თუ დაგაკლდათ და მოცულობა 512 გიგაბაიტი თუ არ გეყოთ, შეგიძლიათ დაამატოთ, მაგაზეც პრობლემა არ არის, კიდევ ერთი სლოტი უდევს შიგნით და შეგიძლიათ გაზარდოთ მოცულობა. მოკლედ, აი აქ ვიყურებდი, აი მე მინდა რომ ის მომივიდეს, რა ქვია, Harry Potter's უყურებდი. არ ვიდოდა რომ ის მოსულოდა, რა ქვია, copyright-ი. ხო, მოკლედ, ეს არის ჩემი ლეპტოპი, დიად არ ვთამაშობდი, უბრალოდ გავტესტე. ესე იგი ეს ლეპტოპი შევიძინე მე ზაფხულში და რაღაც თამაშები ჩავიწერე და ტესტავდი რა, ესე რომ ვთქვათ. ძალიან კაი ლეპტოპი არის და ვინც gaming ლეპტოპის შეძენას აპირებთ, ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ Windows-ი განაახლეთ, იმიტომ რომ Windows-ს რო განაახლებთ, მოყვება თავისი პროგრამა. წესით დარგეთ gaming ლეპტოპებს უნდა მოყვებოდეს. ამას კონკრეტულად მოყვება ხო Windows update რო გავუკეთე, მოყვება თავისი პროგრამა, რითაც შეგიძლიათ რომ კულერის სიჩქარე დაარეგულიროთ. აი მე ხა გაჩვენებთ, აი ეს არის პროგრამის სახელი. აი ამას ქვია Control Center 3.0 და ეხა ეს პროგრამა რას შვება? აქედან თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ნუ დაარეგულიროთ ესე იგი ფანების სიჩქარე, კულერების სიჩქარე. როგორც კი კულერების სიჩქარეს გაზრდით, აი აქ უკვე შეგიძლიათ დააყენოთ silent-ი, maximum-ი, custom-ი, ხო? აი აქ maximum-ზე რომ დააყენოთ, ეგრევე ხმას გამოსცემს ლეპტოპი და ძალიან მაგარ დატვირთვაზე მუშაობს უკვე მაგ დროს და დატვირთვაზე მუშაობს კულერი, რა თქმა უნდა. და შესაბამისად აგრლებს რა. ხო, და ახლა რატო გეუბნებით ამ პროგრამის დაყენებას და რატო გირჩევთ? იმიტომ რომ თუ ეს პროგრამა არ გაქვს დაყენებული, შეიძლება გაგიცხადეთ ლეპტოპი და იფიქროთ, რომ ლეპტოპი კარგად არ გრელდება.
ეს პროგრამა, ამ პროგრამას რო ჩაწერთ, მე უკვე ვსიო. თქვენთან შეგიძლიათ განსაზღვროთ ეს ყველაფერი, როგორ რანაირად custom შეგიძლიათ ტემპერატურები დააყენოთ. განათება შეგიძლიათ შევუცვალოთ კლავიატურას, აი ესეთი კლავიატურა არის. აი აქ სასურველ ფერს აიჭოთ, მოდი დავაყენოთ რაღაც წითელი. აი ესეთი რაღაცა არის. აი მონაცემები ხალხო არის სრულიად საკმარისი, ვისაც გიყვართ გეიმინგი. აქ power mode-ები არის. აი აქედან შეგიძლიათ დააყენოთ ლეპტოპის მუშაობის რეჟიმი, შეგიძლიათ დააყენოთ power saving-ი, აქ სიჩუმე, performance-ი და ხო, აქ თითოეულზე მაუსს რომ იტანთ, აქ აჩვენებს რას აკეთებს აი კონკრეტულად ჩუმად მუშაობს და აი ეს performance-ი რომ დააყენებთ, აქ უკვე მაქსიმუმზე მუშაობს სისტემა და რას ნიშნავს ეს, როცა თამაშს ჩართავთ, მაქსიმუმ შესაძლებლობას გამოიყენებს ლეპტოპი. რაც შეეხება ხა ამ ლეპტოპს, აი ამ ჩემ პრაქტიკაში როგორ ლეპტოპია. ძალიან მაგარი ლეპტოპი არის, ვიყიდე ახალი ვით მდგომარეობაში და საკმაოდ ძლიერი არის, ოღონდ არ ვაჭარებ არაფერს. ეხლა LoL-ს რო თამაშობდი, თან გვერდიდანაც შეგახედებთ. LoL-ს რო თამაშობდი, საკმაოდ მაღალ FPS-ზე მათამაშებ და 250-260-ს უფრო ეჭირა რა. გვერდიდან მხარეს გამოიყენება, Type-C-ით იტანება ჩვეულებრივად, აი აქ ესეთი ისინი აქვს. ქვია პორტები, მიკროფონის ცალკე და უკნიდან იტანება. მოდი ახლა მე დავუკეცავ ამ ლეპტოპს და უკნიდან იტენება აი ესეთი ამბავია. უკნიდანაც კიდე დამატებით აქვს რაღაცები HDMI ისა ესა. ხო, მოკლედ ჩემ ძვირფასებო, ესეთი ამბავი არის. ძალიან მაგარი ლეპტოპი არის. კიდევ ერთხელ მონაცემებზე რომ გავმეორდეთ. ხალხო. i7 არ უნდა რამე გამომჩნდეს რა 11800H პროცესორი, ანუ 8 ბირთვიანი პროცესორი, 16 threads-ი, არ ვიცი ეს ქართულად როგორ თქმის. ხო, 8 core, 32 RAM, RTX 3050 4 GB და რა შეეხება ხა ამ ლეპტოპის ბატარეას, ხო, ტევადობა ვთქვით 512 GB M2. რა შეეხება ხა ამის ბატარეას. ელემენტზე ხა დიდი მოლოდინი როგორც ასე არ უნდა გქონდეთ, როცა gaming laptops ყიდულობთ. მე ამ laptops რო ყიდულობდი, თავიდანვე არ მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცა ისეთი ის იქნებოდა, რა ქვია, განსაკუთრებული ელემენტი ექნებოდა. არ მქონდა იქ მოლოდინი თავიდანვე რა. იმიტომ რომ gaming laptop-ი ზოგადად იყენებს ძალიან დიდ რესურსს. როცა თამაშსაც ვთავთ, ან თუნდაც Chrome-ში შედიხართ, ეს არის ну, მალე დაჭდება ეხა და როცა gaming laptops ყიდულობ, უნდა გქონდეს ის კონკრეტული მიზანი განსაზღვრული, რისთვის გინდა და ეგ შენი მიზანი უნდა ჩდებოდეს ამ ლეპტოპის მახასიათებლებში. ყიდულობ gaming laptops, შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს თამაში. ეხა როცა თამაშობ, ელემენტი უნდა დატენო რა. მეც ეხა ადრე რომ ვსტრიმავდი ხოლმე ძველი ლეპტოპით, Lenovo-ს ლეპტოპით, მაგას გამოცდილება ლეპტოპებთან ბევრი ლეპტოპი მქონია და ვიცი. უნდა გქონდეთ იდენზე შეერთებული თამაში, ეხლა ლეპტოპი სათამაშო არ არის, ეხლა როგორც ასეთი თუ ყიდულობ არა gaming laptops მაგით არ უნდა ითამაშო, მაგრამ მე ვთამაშობდი ეხლა თავის დროს, როცა ახლა საშუალება არ მქონდა. მაგ დროსაც ეხლა სულ დენზე მქონდა, იმიტომ რომ ლეპტოპი რესურსს რო იყენებდა და რო არ გაეჭედა და power saving-ზე რო არ გადასულიყო, მაგიდან გამომდინარე ყოველთვის ჯობია დენი მიაწოდოთ ლეპტოპს, ანუ ენერგია მიაწოდოთ, რომ მაღალ FPS-ზე გათამაშოთ. რა ვიცი, თვითონ gaming laptop-ები გაქვთ, შეგიძლიათ გატესტოთ. ან შეიძლება gaming laptop-ზე პრინციპი შეგიძლია არ იყოს, მაგრამ ვისაც არა gaming laptop-ი გაქვთ, შეგიძლიათ გატესტოთ, რა ვიცი, დენიდან რო გამოაერთებთ laptop-ს და თამაშს ჩართავთ, ბევრად ნაკლები FPS-ი გიქნებათ, ვიდრე დენზე შეერთებულზე. შეიძლება gaming laptop-ზე ეგრე იყოს, ლოგიკურად წესდადრეგით ეგრე უნდა იყოს. ხო, ეკრანს არ შეეხება, კიდე IPS ეკრანი აქვს ამას, 144 Hz-იანი ეკრანი და 15.6 ინჩი არის, 1920-1080 გაფართოება, Full HD. აი ძალიან მაგარი არის ხალხო. ძალიან მაგარი არის იმ ფასში, რაც ეს დამიჯდა. ლეპტოპი დაჯდა 1800 ლარი, თუ სწორად მოგწონს ლეპტოპი დამიჯდა 1800 ლარი. და ამ ლეპტოპს ყიდი 1800 ლარი და დაჟე თუ ამ ვიდეოდან ვინმე შემეხმიანება ფას დავაკლებ, რა თუნდა მაგას საუბარი, ჩემს კომენტარებს ფასზე არ ვალაპარაკებ. ხო და მოკლედ მინდა რომ ეს ლეპტოპი გავყიდო რა. იმიტომ რომ გამოწერე MacBook-ი არის, ეხლა ეს ლეპტოპი დიდად მე ეხლა სათამაშო დრო სახში რომ მოვდივარ არა მაქვს რა. ძირითადად ეხლა სახში რომ მოვდივარ, რავი, თუ სახლიდან მუშაობ და მე ლეპტოპთან ყოფნა აღარ მინდა, ან თუ ლეპტოპთან ვარ, ეგეც მეცადინებ რა.
ხო და ეს ლეპტოპი ახლა 13 ნოტ ცოტა ისეთი საკითხი არის. ან მძიმე არის, აი საკმაოდ მძიმე, არ მოგატყუებთ. გეიმინგ ლეპტოპი რო არის და ახლა RTX 30-50, როდესაც მძიმე უნდა იყოს, ახლა სხვაგვარად არ გამოვა. ეს რომ მძიმე არ იყოს, მაგაში იქნებოდა მგონი პრობლემა. ხო და მაგარი მძიმე ლეპტოპი არის, აი მართლა გეუბნებით, აი ძალიან მძიმე ლეპტოპი არის და ყოველდღიურობაში ახლა სადმე წაღება რო გინდოდეს, კაი სამოგზაუროდ წახვედი, პირობითად საქართველოში მოგზაურობ, რაღაცა კაი ჩანთაში ჩააგდებ და წახვალ, მაგრამ ახლა აი ზურგი ჩანთით ვერ ატარებ ამას რა. სადმე რო გინდა რომ წახვიდე, აი ამას ვერ წაიღებ ახლა ვერსად. შანსი არ იმდო, ძალიან მძიმე ახლა თუ თქვენ არ გინდათ რომ პრობლემები შეგიქმნათ წელზე, არ უნდა ატაროთ ახლა ეს რა. ხო და საკმაოდ მძიმე ლეპტოპი არის როგორც ასეთი. ჩემს მიზნებს და ჩემს სურვილებს არ შეესაბამება ახლა ეს ლეპტოპი პირდაპირ რო ვთქვათ, მაგრამ მინდოდა რომ გამომეწერა ჩინეთიდან, გამეტესტა როგორ ლეპტოპი იქნებოდა და საკმაოდ მაგარი ლეპტოპი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს გეიმინგი. მართლა უნდა, აი ძალიან კარგი, ძალიან გამოვიყენე, ძალიან ხშირად, მაგრამ გავაკეთე, მაგარი ლეპტოპი არის. 1800 ლარად, 1700 ლარად, ახლა აი ეს ლეპტოპს თუ ვინმე იყიდით, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, შეიძლება ახლა რაღაცა გარკვეული პერიოდი გავიდეს 1-4-5 წელი და ვიღაცა მეკომენტარებდეს, რომ ამაზე უკეთეს ლეპტოპს ყიდის, ამაზე დაბალ ფასში, მაგრამ მე ამ დროს მაქვს საუბარი, რავი ახლა 1700 ლარად, 1800 ლარად ახლა ესეთ ლეპტოპს, ესეთ მონაცემებით, არ ვიცი მართლა სად ნახავთ, მე რომ ამ ლეპტოპს ვყიდულობდი ზაფხულში, გადავკეკე მთელი ბაზარით და საქართველოში და ვერ ვნახე გულწრფელად გეტყვით ესეთი მონაცემების ლეპტოპი ამ ფასში რა. პრაქტიკული არის, თუ გინდათ ვიდეოს რენდერინგი, თამაში, ისა, ყველანაირად კმაყოფილი ვარ. MacBook-ს ეს არ უნდა შეატაროთ. MacBook-ი უფრო სხვა ტიპი არის, ეს გეიმინგ ლეპტოპი უფრო სხვა ტიპი არის რა. რა ვიცი, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო სულაც იყო, არ მინდოდა ახლა ეს ლეპტოპი ისე გამეყიდა, რომ ამაზე ვიდეო არ ჩამეწერა, იმიტომ რომ 1+1 გაჯეტი მინდებს სახში და რატო არ უნდა გადამეღო ახლა აი ამაზე ვიდეო, ხო? ძალიან კაი ლეპტოპი არის, მართლა ძალიან კაი ლეპტოპი არის. ბრენდს რაც შეეხება, ბრენდის გარდა მგონი ყველაფერი ვთქვი. პრინციპში კი ჩანს ახლა ლოგო ვიდეოში, მაგრამ მაინც Thunder რობოტი. Thunder რობოტი არის ესეთი ბრენდი, 2022 წელს გამოშვებული ლეპტოპი არის. რაც შეეხება ბრენდს, ბრენდი ახლა არ არის ესეთი ძალიან ცნობილი ბრენდი გეიმინგში. გეიმინგ ინდუსტრიაში ესეთი ცნობილი ბრენდია, მაგრამ საქართველოში დიდად არა. Amazon-ზეც იყიდება ამათი ლეპტოპები და ამერიკის ბაზარზეც არის ესე რომ ვთქვათ რა. რავი, ეკრანსაც ახლა რო უყურებ, მართლა ძალიან კაი ეკრანი არის. არ ვიცი, მინდა რომ გქონდეთ საშუალება ყველა ნახოთ. აი მართლა ძალიან მინდა რომ ყველა ნახოთ და მინდა რომ თქვენს განიცადოთ ის გამოცდილება, რაც მე მქონდა აი ამ დროის განმავლობაში. ხო, ეგეთი ამბავია ხალხო. ეს უკანა მხარეს ლოგოც ანათებს და ეგ იყო რა. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო, დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი. სამოულოდ რა იქნება, რა ვიდეოებს შემოგთავაზებთ, არ ვიცი, მაგრამ MacBook-ი რო ჩავმევა, აუცილებლად შემოგთავაზებთ MacBook-ის განხილვის ვიდეოსაც და ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება ეგეც ჩემთვის რა და ეგ ეს ახლა ამერიკიდან ჩამომდის და ველოდები რომ ჩამოვიდეს და მაგის ვიდეოსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. დაგემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. უღრმესი მადლობა ყურებისთვის.